რომელი მეფეა თქვენთვის უფრო სამაგალითო, გიორგი მე-5 ბრწყინვალე თუ გიორგი მე-12 ზაქიჭამი? თითქოს უაზრო კითხვათა შედარებაა, ხომ? თუმცა ორივე მათგანმა საქართველოს ჩაიბარა დაშლილ და დასუსტებულ მდგომარეობაში და იმპერიის გავლენის ქვეშ. რა თქმა უნდა, ისინი განსხვავებული მეფეები იყვნენ. ერთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი ტახტის და ძალაუფლების შენარჩუნება იყო, მეორესთვის კი ქვეყნის გაძლიერება და გამთლიანება. ერთი რუსეთის იმპერიას ამ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებდა, ხოლო მეორე მოთმინებით ელოდებოდა იმპერიის დასუსტებას და დაშლას და მანამდე მიზანმიმართულად აძლიერებდა მის ჯარს. ერთმა იმპერიის იმედად ფაქტობრივად დაშალა და გააუქმა საქართველოს ჯარი, ხოლო მეორემ რეგიონში უძლიერესი არმია შექმნა. ერთის ელჩები რუსი გენერლების მისაღებს არ ცდებოდა, ხოლო მეორეს დიპლომატია მთელს მაშინდელ სამყაროს მოიცავდა რომიდან იერუსალიმამდე. ერთმა 200 წლით დაასამარა თავისუფალი საქართველოს იდეა, მეორემ კი საქართველოს რეგიონის ლიდერად აქცია და ქვეყნის მეორე ოქროს ხანა შექმნა. ისტორია ხშირად მეორდება. დღეს რუსეთი ჩვენგან იგივე სიტყვას, რასაც გიორგი მე-12 აკეთებდა. უარი თქვა ჩვენი ჯარის განვითარებაზე, დამოუკიდებელ დიპლომატიაზე და ზოგადად ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე. და კი ბიძინა ივანიშვილმა სწორედ რომ ზაქიჭამიას გზა ერჩია, რომელიც დიდი ალბათობით მიგვიყვანს იმავე გზამდე, რა გზამდეც ეს გიორგი მე-12 მიიყვანა. მთავარი შეკითხვა არის ჩვენ, ქართველი ხალხი რას გადავწყვეტ და მივცემთ თუ არა მას ამის უფლებას.